გამარჯობათ მეგობრებო, დილო მშვიდობის, აი ხა ნიუ-იორკში არის, რომელიც საათი რის 10 წუთი ვემზადები ჯიმში ჯერ ნიკას სკოლაში დასაყვანად, მერე ჯიმში ასასვლელად და როგორი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ ძალიან ისეთი მოკლე და ძალიან საინტერესო. ანუ ძალიან ხშირად ვიძახით, რომ აი სიყვარული, მე ის მიყვარს, მე გიჟდები, ხო? სინამდვილეში ხო რა ხდება ყველა გრძნობის უკან მიღმა დგას ის სურვილი თუ რას გჩუქნის ის ადამიანი შენ, ხო? ძალიან საინტერესო მომენტია. არ თქვას არავინ რა, არ თქვას რომ აი მე ისე უანგაროდ მიყვარს, ის სულიერათაც როცა გიყვარს, ეგეც ეგოისტური მანდაც ეგოისტური ფონი მოქმედებს, იმიტომ რომ შენ იმისგან იკვებები იმ ადამიანისგან. არასულიერად სხვა მატერიალური რაღაცებით იკვებები. მოკეთ ყველა ურთიერთობის მიღმა დგას, როდესაც იძახი რომ მე ის მიყვარს რაღაცა ეგოისტური სურვილების ასრულება. ამიტომ აქედან გამომდინარე, იცით რა არის სიყვარული არის ფერვერკი, სიყვარული არის აი მამალი რო დადის და ესე აი ესე თავი მოაქვს, აი სულ ეგეთ მდგომარეობაში უნდა იყო საყვარელი ადამიანის მიმართ მეგობართან ურთიერთობაში. რატო? იმიტომ რომ იმ მომენტში როდესაც შენ პატარაზე ჩაიჯვალ, ხო? აი იმას გაუტყდება რა. შენ პარტნიორს რა, ვისაც მეგობარს, შენ საყვარელს, ქმარს, არ ვიცი და ამიტომ არ უნდა ჩაიჯვა რა ურთიერთობებში, იმიტომ რომ მე მაგრად ეხავს, მე ვერაფერს ვეღარ უშვები ამას. რატო? იმიტომ რომ ის შეიძლება ვერ დაანგრიოს ოჯახი, ქმარი-შვილი, ამბავი, შეიძლება ვერ გაიქცას პარტნიორს, იმიტომ რომ ფულით რაღაცა ჩარჩოებში ზის, შეიძლება ვერ გადააგდოს მეგობარი, იმიტომ რომ 2 წლიდან ერთად იზრდებიან, მაგრამ აღარ გიყვარს. რატო? იმიტომ რომ აღფრთოვანება ქრება, აღარ მოგწონს, გიტყდება. და აი ეს არასოდეს არ უნდა გააკეთოთ. ყოველთვის ჯობია რაღაცა შენ თავს არ გაუსწორო, მაგრამ იმ ადამიანს გაუსწორო, ვინც შენ მოგწონს. რატო? იმიტომ რომ ყოველთვის იმ ადამიანისთვის იყო პირველ ადგილას. აი ესეთი ამბავი, ამიტომ არ თქვას არავინ, რომ აი მიყვარს ისე არაფრის გარეშე. არ არსებობს ესეთი სიყვარული. არსებობს აღფრთოვანება, მოწონება და ურთიერთობის ჭიდროდ გამაგრება და არა ნგრევა, რაღაცა პატარა ისეთი გოიმური ჩაჯმებით რა. ცართ პოდკასტ